მოგესალმებით მედია კავშირი ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში ტელე და რადიო მაუწყებლობას თქვენ უსმენთ და უყურებთ სოციალურ თემატიკას მე ჟურნალისტი ნაითი ამაზანაშვილი ვარ და მაყურებელს და რადიო მსმენელს რა თქმა უნდა მომდევნო 50 წუთის განმავლობაში ექნება საშუალება დაგვირეკოს პირდაპირ ეთერში ზარი ღია 0322 388 105 ჩვენ დღეს საუბრობთ იმ მწვავე პრობლემაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, სტიქიის ზონაზე, გურიაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ, ახლა ხაზზეა იმერეთიდან კლდეეთის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებელი ბატონი სოსო ჯანიაშვილი, მე ვიცი რომ ტელეფონი უჯდება და ამიტომ პირველივე ჩართვა გავაკეთეთ. მოგესალმებით ბატონ სოსო, თუ გესმით ჩემი ხმა? მოგესალმებით, მესმის, დიახ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა. მე ვიცი რომ რამდენიმე დღის განმავლობაში, როდესაც დაიწყო თოვა და აი ასეთი უმძიმესი სიტუაცია შეიქმნა, ფეხით გადაადგილდებით სოფელში, ეხმარებით იმ სოფლებს, რომელიც შედის თქვენს კომპეტენციაში, აწვდით საკვებს, მედიკამენტებს და აი მართლა აი ამ 24 საათის განმავლობაში არც დაგისვენიათ ფაქტიურად და დიდი მადლობა ამისთვის. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ახლა რა მდგომარეობაა თქვენი კადრებიც გადის, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მოგვაწოდეთ თუ როგორ მუშაობენ ადამიანები სტიქიის ზონაში, მოგესალმებით გისმენთ. მოგესალმებით, მე ქალბატონო ნათია, მოკლედ ეხლა ვიმყოფებით კლდეეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ზედაკლდეეთში. დიახ. ჩემთან ერთად განდებიან თავდაცვის სამინისტროს ძალების წარმომადგენლები. დიახ. და ესე პერსონალურად ასე ინდივიდუალურად მივდივართ და მიგვაქვს ახლა ამ წუთას საკვები და ენერგია გათიშულია, გაზი გათიშულია. დიახ. და ამისათვის ამოვიყალეთ სოკარის წარმომადგენლები, რომ მთლიანად აღუდგეს სოფელს გაზი. ამჯერად რა მდგომარეობაა ისევ თავს ბატონ სოსო? მე ვიცი რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაც ბატონი ვასილ გველესიანიც, გელა ჯუღელიც აქტიურად არიან ჩართულები, რომ რაც შეიძლება დროულად გაიწმინდოს გზები, გამოყოფილია ტექნიკა, როგორც მე ვიცი, ეტაპობრივად იწმინდება გზები, თუმცა აი კონკრეტულად თქვენს ადმინისტრაციულ ერთეულში რა მდგომარეობაა უფრო სწორად, როდის გაიწმინდება გზა? მოგახსენებ თემ ადმინისტრაციულ ერთეულში მე მაჟორიტარი დეპუტატი ვარ ზესტაფონის საკრებულოში, ასევე შედის კლდეეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 7 სოფელი, ზედაკლდეეთი, კინოჩი, ტაბაკინი, რომელიც ძალიან რთული მდგომარეობაა. იქიდან გამომდინარე, რომ ინტენსიურად თოვდა წუხელად, ფიზიკურად ვერცერთი გამავლობის ტრაქტორი ვერ გადაადგილდება ამ ზედა სოფლებში. დიახ. ხოლო რაც შეეხება სოფელს ხუთს, ავადმყოფი ყავს დარჩენილი და იმის გამოსაყვანად დიალეზი არის დასაყვანი, დეტექტიკის ტრაქტორი ყავს გაგზავნილი, რომ იქნება ავადმყოფი ჩამოვიყვანოთ რაიონამდე. დიახ. ძენი არ გვაქვს, ზედაკლდეეთი გათიშულია და რამდენიმე სოფელი, თუმცა მიმდინარეობს ენერგოპროექტის ჯორჯიას წარმომადგენლები მუშაობენ და თუ საჭირო იქნება ჩვენ სამხედრო ძალებსაც დავახ. ამინდის პროგნოზით ასე რომ თქვათ, ხვალ მზეა, შაბათს ისევ თოვა გვიწერია, ნახოთ როგორი მდგომარეობა იქნება დასავლეთ საქართველოში, თუმცა მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ და კადრები ჩამეყარეთ, რომ კარდაკარდადი ხართ ადამიანებთან, აი ასეთ თოლში ძნელია, ფეხითაც ძალიან ძნელია გადაადგილება, როგორ ახერხებთ ყველა ოჯახამდე მისვლას? შეძლების დაგვარად ვერ ვიცი რომ ყველასთან ინდივიდუალურად მივდივარ, თუმცა სოფელში მოხალისე ჯგუფებია, ვაწოდებთ სოფლის ცენტრებამდე საკვებს, საწვავს, ასეთ პირადი მოხმარების ძირითებს, რომელიც აუცილებელია და შემდეგ მე ინდივიდუალურად მიბრძანდებიან და მიუტანენ. განსაკუთრებით ყავს მშობიარეები, პატარა ბავშვები, რომელიც სპეციალურ კვებას მოითხოვს და ამისათვის გავაკეთეთ ეს ყველაფერი, რომ იქნებ როგორმე მივიდეთ მანამდე. აი თქვენი ვარაუდით ბატონ სოსო, დაახლოებით რამდენ დღეში უნდა გაიწმინდოს თქვენს ერთეულში გზები? დღეს და ხვალ ალბათ მთლიანად იქნება ყველაფერი აღმოქმნილი, თუ კი აი წეგან ვახსენე სოფელი კინოთი და ტაბაკინი, ზედა ტაბაკინი, თათილიშვილების უბანი, რომელსაც თითქმის 2 მეტრა არის თოვლი და ფიზიკურად ვერცერთნაირი ტექნიკა ვერ გადაადგილდება.
გასაგებია. აი ხა თქვენ ჩაგვიგდეთ ვიდეო ადგილზე რა სამუშაოები მიმდინარეობს ამჟამად. ამ წუთას მიმდინარეობს სამუშაოები სოკარი გაზის წარმომადგენლები აღდგენენ გაზის დაზიანებულ მილებს. და რას მიმართავთ მოსახლეობას, რომელიც ახლა გვისმენს ჩვენ და არიან პანიკაში, მოხუცები, განსაკუთრებით ბავშვები, იმიტომ რომ ასე რომ ვთქვათ, ძალიან საშიშია საცხოვრებელი სახლებიც ბატონსოსო, იმიტომ რომ ვერ ითოვლება სახურავები და მოსახლეობა არის პანიკაში. რას ეტყვით, რას მოუწოდებთ? მოსახლეობას მოუწოდებთ, რა თქმა უნდა, სიფრთხილისაკენ პანიკის საფუძველი, რა თქმა უნდა, შეიძლება ინდივიდუალურად ვინმესთან იყოს, მაგრამ თუმცა ქონია ასეთი გამოცდილება წინა წლებში და განსაკუთრებით მოხუცებს ძალიან კარგად ახსოვს რა მდგომარეობა იყო ხოლმე 90-იან წლებში და ეხლა როგორმე ყველამ გაგებით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს, მთელი რაიონი ჩართულია მაჟორიტარი დეპუტატთან ერთად ვიყავით წეღან ბატონ ზვიად ჩალამბერიძესთან ქალაქის მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარესთან, რომელიც თვითონ უშუალოდ დადის და გამოყვავს ისეთი ავადმყოფები, რომლებიც სიცოცხლისათვის საშიშია ასეთი დაავადებები, აუცილებელი, რომელიც არის დიალიზისათვის. მოსახლეობას ვთხოვ, რომ მეზობლებთან ერთად, ჩვენთან ერთად სახლების გადათოვლასთან დაკავშირებით დაუკავშირდეთ ერთმანეთს, რომ ასე მივეხმაროთ ერთმანეთს, რომ პრობლემები ავიცილოთ თავიდან. თუ კი ვინმე ისეთ საშიშ ადგილზეა, რომ ემუქრება, ჩამონგრევა, კონდეს კავშირი ჩემთან, ყველა მისთვის ჩემი ტელეფონის ნომერი და როგორმე გადავიყვანთ ისეთ უსაფრთხო ადგილზე, სადაც უსაფრთხოდ იგზნობენ თავს. დიდი მადლობა ბატონ სოსო, გმადლობთ რომ გამონახეთ დრო და ჩაგვერთეთ პირდაპირ ეთერში. გმადლობთ, რა თქმა უნდა, მე შეგახსენებთ იმერეთიდან კლდეთის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებელი სოსო ჯანიაშვილი იყო ხაზზე და ჩვენ ნახეთ კადრები, როგორ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ახლა რაც შეეხება სხვა ადგილებს, სტიქიის ზონას 0322 388 შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში და აფიქსიროთ საკუთარი მოსაზრება ან დაგვირეკოთ რა მდგომარეობაში ხართ და ჩვენ ვეცდებით დაუკავშირდეთ ცხელხას, ვეცდებით რომ თქვენი მდგომარეობა გავაშუქოთ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 25-26 თებერვალს ოზურგეთის ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში სასწრაფო დახმარების ექიმები 81 გამოძახებაზე იმყოფებოდნენ. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს 44 ადამიანს, ხოლო 30 პირის ჰოსპიტალიზაცია განახორციელეს. მე ასევე შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოში ენერგოპრო ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადების საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიამ ენერგოპრო ჯორჯია ავრცელებს. კვლავ რთული მდგომარეობა დასავლეთ საქართველოში მიმდინარეობს მუშაობა. ასევე კობახიძემ განაცხადა, რომ დღეს გავეცანით აჭარაში არსებულ მდგომარეობას, პრობლემები ყველაზე მეტად იყო ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად გზები არსებითად არის გაწმენდილი, თუმცა არის სოფლამდე მისასვლელი გზები რთულ მდგომარეობაში, როგორც ბათუმის, ასევე ოზურგეთის, ასევე ხარაგაულის, ზესტაფონის, ვანში არის კიდევ ვანის ძალიან ბევრ მაღალმთიან სოფელში რთული მდგომარეობა. ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში დაემატა სამედიცინო ბრიგადები, მობილიზებულია მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები და რეანიმობილები. ყველა პაციენტთან მივდივართ. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ამირამ გოგიტიძემ განაცხადა. მაყურებელია ხაზზე, თუმცა გაითიშა, როგორც მატყობინებენ 0322 388 უკაცრავად თქვენ გაქვთ საშუალება დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში და დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება. რაც ხდება დღეს დასავლეთ საქართველოში, ჩვენ კადრებს უყურებთ. ცენტრალური გზებიც ფაქტიურად რთულ მდგომარეობაშია ბევრ მუნიციპალიტეტში. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 25-26 თებერვალს ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში სამედიცინო დახმარების ექიმები 81 გამოძახებაზე იმყოფებოდნენ. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს 44 ადამიანს, ხოლო
30 პირის ჰოსპიტალიზაცია განახორციელეს. Რამდენად მობილიზებულად მუშაობს სახელმწიფო სტიქიის ზონაში? მე მაყურებელთან მექნება მსგავსი კითხვა, ასევე როგორ მუშაობს ადგილობრივი ხელისუფლება, ამას რა თქმა უნდა კომენტარებს თქვენგან მოვისმენ, უმკლავდება თუ არა იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება ახლა. ამინდის პროგნოზით ასე რომ ვთქვათ, კიდევ 2 დღე წერია თოვა და მე შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოში ენერგოპრო ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ენერგოპრო ჯორჯია ავრცელებს, თუმცა ძალიან ბევრ სოფელში არ არის ელექტროენერგია, არ არის ბუნებრივი აირი, გაითიშა გუშინ და დღეს. ასევე არიან სოფლებში ჩარჩენილი ადამიანები. მე თან ვცდილობ, რომ მოგაწოდოთ უახლესი ინფორმაციები, რომელიც იდება სხვადასხვა სახურავებზე, ასევე სახლი ჩამოინგრა, არის ალბათობა, რომ პროცესები ფატალურად დამთავრდეს. დაბა ნასაკირალის მკვიდრები დახმარებას ითხოვენ. მამათისკენ მიმავალ გზაზე არის ასევე რთული მდგომარეობა, არ არის ჯერჯერობით გზები გაწმენდილი, როგორც ჩვენ ვიგებთ ინფორმაციას და აჭარაშიც ასევე რთული მდგომარეობა. ვანის მაღალმთიან სოფლებში ითხოვენ დახმარებას. მოქალაქე ინგა მაღრაძე იძახის, რომ თუ დღეს ან ხვალ თოვლი არ შეწყდა, აღარ ვიცით რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. 0322 მაყურებელს აქვს საშუალება დაგვირეკოს პირდაპირ ეთერში. სახლი დაგვენგრა, მეზობელი დაგვეხმარა, სხვა არავინ გამოჩენილა ვითარება სოფელ ნატანებში, სადაც ოჯახი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად თოლშია ჩარჩენილი. მე 2 საათის წინანდელი ინფორმაცია ამოვიკითხე. მოსახლეობა არის ძალიან ბევრ სოფელში ჩარჩენილი, გარესამყაროსთან არიან მოწყვეტილები, არ არის ელექტროენერგია, არ არის ბუნებრივი აირი, არიან მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებსაც სჭირდებათ საკვები, რძე, არიან მოხუცები, რომლებსაც სჭირდებათ მედიკამენტები და რა თქმა უნდა ძალიან რთულია, რომ კონკრეტულად ერთი გამგებელი ან ერთი დეპუტატი გადაადგილდებოდეს, როდესაც გზები არ არის ფეხით და ყველა ოჯახს გაუწიოს დახმარება, თუ გზები არ გაიწმინდა, ან ძირითადად ადგილობრივები ითხოვენ სანთელს და პურს. მოგეხსენებათ, რომ ეს მე ინფორმაციას ვკითხულობ ქვემო ნატანებიდან, სანთელი აღარ იშოვება, ასე გვითხრა ერთ-ერთმა ადამიანმა და ითხოვენ სახურავების გადათოლას, იმიტომ რომ არ მოხდეს სახლების ჩამონგრევა და არ მივიღოთ მძიმე შედეგი. 2 ქალი ვართ, 3 ბავშვით და სახლი არის საშიშ მდგომარეობაში, ვერ გვეხმარებიან, ვითარება არის ასევე გურიის სოფლებში. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ შეუძლია დაგვირეკოს პირდაპირ ეთერში და დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება. ასევე ჩვენ ვკითხულობთ, რომ და გვეუბნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდის სამუშაოები. დღეს თოვა უნდა შეწყდეს დასავლეთ საქართველოში, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. მოსალოდნელია მყინვების გაძლიერება, აცხადებს დოდო გვაზავა. მოდით მივესალმოთ მაყურებელს, რომელიც ხაზზეა. მოგესალმებით, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობა. 99 წელში თეატრში პირველი სართულები საერთოდ დაიფარა, მაგრამ მაშინ ხალხი იყო სოფლებში. მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ ხალხს უჭერს სოფლები აღარ არის და დარჩენილია მოხუცების და უძულურების ამარა. ეს უნდა გაეთვალისწინებინა, თორე ამ სოფლებს არ გაუჭირდებოდათ ასე ძალიან და გარდა ამისა რკინიგზა რო არ მუშაობს, რას ფიქრობენ, მაგათ რკინიგზა ვერ გაწმინდეს და ვერ ამუშავეს და რაზეა ლაპარაკი მოხუცების ამარად დარჩენილ სოფლებზე. დაფიქრდნენ რაღაცაზე, ხალხი რა დღეშია სოფლები დაიცალა. თორე ხალხი მაშინ როცა იყო კომუნისტების დრო, აკეთებდა, ხალხი იყო, ახალგაზრდობა იყო, შუახნის ხალხი იყო. თბილისში არ უჭირს ხალხს, ქალაქებში არ უჭირს, დაფიქრდნენ რაღაცაზე და წინასწარ იფიქრონ, ეს თოვლი რო დადგება. მერე რა მოგველის.
ამაზე ყველაფერზე დაფიქრება საჭირო და იმიტომ იღებ ამდენს და ჩემზე მაღალი თანამდებობა გაქვს რომ იცოდეს და იფიქრო ამაზე ასე არ არის არჩევი მოხდებოდა ტყერო გაწმენდილი ყოფილიყო დაუკვირდით ხიდი რომ აქვს შოუში ხებითაა ჩახერგილი ხები რომელიც ჩაყრილი იყო იქტორი ამისანა უბედურება არ მოხდებოდა და ისი ადვილად გადაიტანეს ყველაფერი ვითომ არაფერი მომხდარა ასე არ არის ამდენი უბედურება მე სოფლებში ხალხმა ვერ შეარემონტა სახლები იმიტომ რომ ეს არის კომუნისტების დროს გროშები იყო და ახალგაზრდები ყავდათ და დღეს უძვირესია ის შერემონტება და იმიტომ ექცევა თავს ეს ყველაფერი დაფიქრდნენ რაღაცაზე მარტო ის ხო რა სკამზე დაждდნენ და ზარქუები იყვნენ მე უკეთესი მინდა ვთქვა მაგრამ უკეთესი არ არის ამ ქვეყანაში თორე უკეთესი მინდა ვიცაუბრო გასაგებია დიდი მადლობა ზარისთვის მე ნამდვილად გეთანხმებით რომ აი ამ თავს უკვე შემდეგ რა შედეგი მოყვება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მივესალმოთ მორიგ მაყურებელს რომელიც ხაზია გამარჯობა გისმენთ მე უკეთესი მინდა ვთქვა მაგრამ უკეთესი არ არის ამ ქვეყანაში თორე უკეთესი მოგესალმებით გამარჯობა პირდაპირ ეთერში ბრძანდებით დიდი მადლობა ზარისთვის ალო მოგესალმებით მეორე მაყურებელი შემოვიყვანოთ თუ შეიძლება გამარჯობა პირდაპირ ეთერში ბრძანდებით შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი რამდენად მობილიზებულად მუშაობს სახელმწიფო სტიქიის ზონაში და როგორ მუშაობს ასევე ადგილობრივი ხელისუფლება თქვენი აზრით უმკლავდება თუ არა მთავრობა იმ გამოწვევას რაც ჩვენს ქვეყანაშია გამარჯობა ალო მოგესალმებით ეთერში ვარ? დიახ, ეთერში ბრძანდებით, გამარჯობა. დიახ, მაუდი, ეთერში გავიწევ. აი, ორივეს მოусმინე, ვერაფერი ვერ გავიგე, რა ხდება, რა მოხდა. ალო. გისმენთ, ისაუბრეთ. მოგესალმებით. აი, მას რომ ახლა რომ მიჩვენებ, აი ახლა აი მას, ეს ახლა რომ კეთდება. ეს არ შეეძლოთ თავრობას, რომ ცოტა ადრე გამოემზადებინა. და თქვენ ფიქრობთ, რომ უფრო ავიცილებდით, ხო, აი იმ პროცესებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს? მე ახლა რომ ვიყო ბიზნეს ადგილზე, სალამ ზამთარი მოვა, დავაყენებ ყველა გურია სამეგრელო იმერეთის, ვაი მოდი და გუბერნატორებო, როგორც კომუნისტოს იყო. დიახ. გეცვენები, აი რა მარშრუტკები არ მინდა ზმაო, მე შენი ავტობუსები და ტაქსები. მე დამიყენე ვერტფრენი 10, დამიყენე 30 ტრაქტორი. დიახ. რო გურიაში რატო არ უნდა ავიდეს, კაცი ფერმო, მაგათვენაცვალე, მაშველებს კიდო მალადეს, მაგათვენაცვალე ჯიგარში. რატო? აი ესე დააყენოს ესენი. ოლა ეხლა თვალებს ვაჩენებენ, აი ახლა მუშაობთ, აი ახლა მას მაკეთებ. დახრით ეგენი. ნაგავები. ოლა ხალხი ტირის. და მე ვიტყვიან, რატო? აი მე არჩევნებზე რა. აი ეგრეა, ეს არ შეიძლება. დააწინე ესენი დაალაგე აი ესენი ზამთარი მოდის საქართველოა, ძმაო, საქართველო. გასაგებია, მადლობა, დიდი მადლობა. ზარისთვის რამდენად მობილიზებულად მუშაობს სახელმწიფო სტიქიის ზონაში 03223885 მაყურებელს მივესალმები საღამო მშვიდობის. ჰალო. მოგესალმებით, ეთერში ბრძანდებით. გოგონი გენაცვალე. ეგ ზოგიერთები რო გამოდიან, ყველა პანიკას ნუსტეხავთ, ძალიან ბევრ საკეთებს ეს მთავრობა და იმ სოფლებში, სადაც ეხლა ვიღაცა რო თქვენ რომ ორი ქალი ვარ და სამი ბავშვი ყავ, იმ ბავშვებს მშობლები არ ახავს, სად არიან აქ ქალაქში რომ ყველა ჩამოვიდა თბილისში და მოხუცები რომ მიატოვეს სოფელში. ჩავიდნენ და მიეხმაროთ თავის მშობლებს, თავის შვილებს. ყველა რო ჩავიდეს და ყველა მიეხმაროს, იქ ასე აღარ იქნებოდა გაჭირვებული ეს ხალხი. მერე კიდე, გესმით ჩემი რა დიახ, გისმენთ, კი? მერე კიდე, კაცო, მე მაგ ხალხის მიყვით. სოფლებიდან ვარ ყველა შვილო. ადრე ყველაფერი ქონდა, როგორ ადამიანი სოფელში ცხოვრობს და ერთი კვირის ზაპასი ჭადის ფული არ უნდა ქონდეს. კვერცხი არ უნდა ქონდეს, ხორცი არ უნდა ქონდეს, მაკარონი არ უნდა ქონდეს, ერთი კვირის ზაპასი. ეხლა რო პირი დაუღია და გვიშველა თარიკა პური არ აქვს. მე მაღალი მთიანი სოფლიდან ვარ იმერეთიდან და თელი კვირა 2 მეტრა მოდიოდა და 2 მეტრაზე მეტი თოვლი. რომელი სოფლიდან გვირეკავთ? ბატონო? რომელი სოფლიდან გვირეკავთ?
მე ახლა თბილისიდან ვრეკავ, მაგრამ იქ სოფელი სადაც მქონდა მეთქი მე მაგას ვიცახ. ხარაგაულის რაიონიდან იყო ვარ იქიდან მაგალი სოფლიდან. 2 მეტრაზე მეტი მოდიოდა, მაგრამ ჩვენ არ გავქირებია. იმიტომ რომ საჭმელი მქონდა, როგორ ადამიანს არ მქონდეს ერთი პირის საჭმელის იმაში ოჯახში რომ იქნება რა უბედურება ხდება? მაგრამ პირი დაუღიათ, მოგვიტანონ ახლა, პური მოგვიტანონო, პურიო და ჭადი არ ნაქონდეთ? გასაგებია, დიდი მადლობა ზარისთვის, გმადლობთ რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა 0322 და მორიგ მაყურებელს მივესალმებით პირდაპირ ეთერში საღამო მშვიდობის გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. Έτσι რა მაინტერესებს ცხოვრებაში. ყველაფერს თავრობას აბრალები, თავრობა რა ხოშია ეს გამოგივლეთ. ალო. გისმენთ, ისაუბრეთ. ხო, და თავრობას აბრალები, ყველაფერს თავრობა რა ხოშია. სტიქია რომ მოვიდა თავრობის ზურადია. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით დღეს დასავლეთ საქართველოში თოვა შეწყდება, თუმცა ღამით ყინვა მოიმატებს. მან ინტერპრეს ნიუსთან საუბრისას განაცხადა, რომ 8-9 მარტამდე იქნება სითბოს მგრძნობელობა, მაგრამ ამასთან ერთად ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ნალექი. დღეს 16 საათიდან თოვა უნდა შეწყდეს დასავლეთ საქართველოში და მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. ცივი ჰაერის მასები, რომელიც ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან ვრცელდებოდა, მთელ საქართველოში იწვევდა ძლიერ თოვას ცალკეულ რეგიონში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. ღამე ყინვები მოიმატებს, კახეთში ყინვა იყო 8-9 გრადუსი მინუს, კიდევ უფრო მოიმატებს ვფიქრობთ, დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ამ საღამოს ყინვების მკვეთრი გაძლიერება. ხვალ დილით გაყინული ჰაერის მასა მზის ხარჯზე დაიწყებს გათბობას, მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში იქნება 1-დან 6 გრადუსამდე, მაღალ მთებში მოსალოდნელია -7 და -2. 28 თებერვალს უნალექო ამინდი მთელი დღე შენარჩუნდება, იქნება მზიანი ამინდი, 1 მარტს საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მცირე ნალექია მოსალოდნელი, ღამე ყინვები შემცირდება, 2 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 1, 3, 4 მარტს ზოგიერთ რაიონებში მოსალოდნელი ნალექი თოვლის სახით ყინვების შერბილდება და დღისით ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს, მთლიანი გამოდარება, უნალექო და თბილი ამინდი ჯერ მოსალოდნელი არ არის, 8-9 მარტამდე იქნება სითბოს მგრძნობელობა, მაგრამ ამასთან ერთად ცალკეულ რაიონებში ნალექი იქნება, აღნიშნა დოდო გვაზავა, მეწაკითხეთ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზი. მოგესალმებით, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. გამარჯობა, განაცხადა გურიაში გჭირდება დახმარება ჩოხატაურის რაიონში. დიახ. 3 დღეა მაშველებს რაღაცას ველოდებით და არანაირი თქვენთან დახმარება არ არის. მე გიკავშირდებით. მე გიკავშირდებით, მალხაზ-ჭინჭარაძის ოჯახს ჭირდება დახმარება. 3 მეტრა თოვლია, 3 შვილით, 2 მოხუცით, 2 სული ქალით არის ჩაკეტილი, არ მიეწოდება არაფერი, არ ჩუქია. სოფელი მითხარით თუ შეიძლება? სოფელი ერკეთი, ჩოხატაურის რაიონის ზემო ერკეთი. ერკეთი, ჩაცხვით ძირში, დიახ. თუ გაქვთ კონტაქტი ამ ოჯახთან, ქალბატონო? ეხლა მქონდა 2 საათის წინ, გუშინ წინ ურეკავ და დილით დავრეკე, კიდე 11 საათზე და ვიცი მაშველები უნდა მისულობა. ეხლა არაფერი არ არის მისულ და ბავშვებიც ცუდად არიან, მოხუცებიც ძალიან ცუდად არიან. 112-ში თუ დააფიქსირეთ თქვენი განცხადება? ხელხაზე დავაფიქსირე 11-ის 12 წუთზე. კი ბატონო, მეც გადავცემ აუცილებლად. ხო, ვითომ უნდა ასულებდონ მაშველებიც ისიც, მაგრამ ეხლა რომ დავრეკე, არ არიან ასულები. შემოკარგება ძალიან მძიმე მდგომარეობა, მარტო ერთი ბიჭია სახში კაცი და სამი ბავშვი, 2 სული ცოლი. მალხაზ-ჭინჭარაძის ოჯახი ხომ ასე? მალხაზ-ჭინჭარაძის ოჯახი ჩოხატაურის რაიონის სოფელი ზემო ერკეთი, ლონჭიკები ქვია სოფელს, ცაცხვის ძირი. ასე ადვილად უფრო მიხვდებია რა ამის სამართით. ძალიან უჭირდა უნდა დახმარება ვერ არის გზა საკარგულია და სახში
საერთოდ არ ჩანს სახლი. საკვები თუ აქვთ ქალბატონო თუ გაქვთ? საკვები ეხლა ცოტა 3-4 დღის საკვები აქვთ. მე მგონი ესე იმიტომ შუქი არ აქვს და სიმის ვერაფერი ვერაფერი, მაგრამ მოხუცები ყავს სახში ამამტყობი და მეუღლე ყავს ორსული. მეოთხე შვილს აჩენს. გასაგებია ქალბატონო, როგორც გავალ პირდაპირ ეთერიდან აუცილებლად ვეცდები, რომ კონკრეტულ ადამიანებს დავუკავშირდე და ვთხოვო დახმარება ამ ოჯახზე. მოგესალმებით, მაყურებელია ხაზზე, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, დაიწყეთ საუბარი. შეიძლება? კი, შეიძლება, დაიწყეთ საუბარი. მომისმინეთ თუ შეიძლება გენაცვალე. თქვენი ოფისის მისამართი მინდა, მე მაგ სანაპარაკო და მინდა მოვიტანო ჩემი ბურძგლას ქუჩა 33 საბურთალოზე. ბურძგლას ქუჩა 33 საბურთალოზე. საბურთალოზე ის ქუჩა? ბურძგლას 33. ბურძგლა? დიახ. რა ქუჩა? აი გენცვალე, მადლობა. 0322 მომდევნო მაყურებელს მივესალმები, გამარჯობა. მოგესალმებით, ეთერში ბრძანდებით, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. ალო. მოგესალმებით. დიდი მადლობა, ხანუმე მეგერსა და ლაპარაკება. მაპატი ძალიან გაჩირვებული ვარ, ძალიან. დიახ, გისმენთ. სხვა გზა რა მაქვს. რამენჯერუნე ხარდი და ვერაფერს ვერ დავკავშირდი ვერაფერს. მე ვარ უპატრონო. 76 წლისა. დიახ. ლოგის მიჯაჭული ვარ, არავენ არ ამგავს. დიახ. ურჟაც კიდე მეზობელი დასulis ვარ. სად ცხოვრობთ, ქალბატონო? მუხიანში. სად არ მესმის? მუხიანში. კარგით, დაგიკავშირდებით გადაცემის შემდეგ. დიდი მადლობა ზარისთვის. გურიაში მოსახლეობა იქნება უზრუნველყოფილი სურსათით და აუცილებელი მედიკამენტებით რეგიონში დაახლოებით 10,000 ერთეული პაკეტი ჩამოვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განცხადა. მისი თქმით, მოსახლეობის სურსათით და მედიკამენტებით უზრუნველყოფა მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება. მივესალმები მომდევნო მაყურებელს, რომელიც ხაზზეა და გველოდება. საღამო მშვიდობის, გამარჯობა. საღამო მშვიდობის, ნაფიაშვილო. იცი რა არის შვილო, ასეთი უმატურობას არ შეიძლება. სტიქია რომ გვინვარებ მსოფლიოში, ეს არც კობახიძის ბრალია და არც ხვების. და ყველაფერს მე რასაც უყურებ, ყველა ღონეს ხმარობენ თავიანთი მოსახლეობის დასახმარებლად. ეხლა კობახიძეს და ამ ჯარს და იმას ვარ შეუძლიათ 100 ნაწილად გაიყვნენ, არა რაც შეუძლიათ იმას აკეთებენ. და შემოდიან ეთერში და ასეთი უმატურობა ხალხო არ შეიძლება. სადაც გასაკრიტიკებელია მთავრობა, იქ ყველა შემოვდივარ და ვაკრიტიკებ. მაგრამ არ შეიძლება ასეთი უმატურობა. გმადლობთ მოსვლისათვის. მადლობა ქალბატონო ზარისთვის, დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. დიდი მადლობა ზარისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 25-26 თებერვალს ოზურგეთის, შოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში სასწრაფო დახმარების ექიმები 91 გამოძახებაზე იმყოფებოდნენ. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს 44 ადამიანს, ხოლო 30 პირის ჰოსპიტალიზაცია განახორციელეს. მაყურებელია ხაზზე, მივესალმები. გამარჯობა. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ნათია, ხო თქვენი სახელი? კი, ნათია ვარ. რამდენიმე წუთის უკან მოვისმინე, ამაკაცი საუბრობდა. დიახ. ამაკაცი საუბრობდა, რომ რომელიღაც სოფელში მოხუცებული არისო და შველას ითხოვს. დიახ. შველას ითხოვს და მე მამაკაცმა ასეთი თქვენ მოგაწოდათ ინფორმაცია, რომ იმას არ ამიყავსო, ახალგაზრდო, რომ მიხედოს ამ ოჯახს. ახალგაზრდა თბილისში რომ არის სასული და ცუდად ხდება იმ ადამიანს, ვინც ეს თქვა გულზე. ის არის ისთვის სასული, რომ უკმაპური შორს და მიიტანოს ოჯახში. არ არის პირველი ის, რომ ყველას გქონდეს ეს საშუალება. მე შვილი მენატრება საზღვარგარეთ არის დასული, შვილი მენატრება იმისთვის, რომ ოჯახში ჩამოიტანოს ორი კაბიკი რაღაცა გვარჩინოს. ამიტომ ამ თავრობას სტიქიის წინააღმდეგ მეწალა ეს იმას იტყვის, რომ ეს თავრობა მოხვედეთ სტიქიის წინააღმდეგ, მაგრამ ისიც უნდა გააკეთოს, რომ პირობები შეუქმნას იმ ახალგაზრდებს, რომ იყო თავიანთ ოჯახებში, როგორც იყო ადრე
საბჭოთა კავშირის დროს და მე მიხედავ ყველა უფრო კარგად და უფრო მათ თავის ოჯახებს და თავის სკოლებს და თუ წასული არის ვინმე ეს ფუფულების ის არ არის წასული არ თბილისში არ ბელგიაში და შოტლანდიაში და ეს არის გაჭირვების გულისთვის წასული და იცოდეს იმ მამაკაცს ძალიან კარგად მიჩეს ინფორმაცია მოგაზრდა თქვენ მადლობა დიდი მადლობა ზარისთვის, გმადლობთ რომ მიიღეთ გაიცემაში მონაწილეობა. მომდევნო მაყურებელს მივესალმები პირდაპირ ეთერში საღამო მშვიდობის. მოგესალმებით. ალო, გამარჯობა. მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ესე იგი, რა მაინტერესებს შვილო, ხო არ იცი, რაჭაში რაღაცა ძალიან დიდი ბოთოა. ხო და ამის პროგნოზი როგორ არის კიდე ბოთოოს თუ გადაიღებს თოვას? მე გაგაცანით ამინდის პროგნოზი სინოპტიკოსების, თუმცა კიდევ ერთხელ გაგაცნობთ რამდენიმე წუთში, თუმცა ძალიან ბევრი მაყურებელია ხაზზე და უნდა შემოვიყვანოთ ზარები. მოგესალმებით, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობა. მოგესალმებით. მოგესალმებით. გისმენთ? ალო. მოგესალმებით. ალო, მომისმინეთ, მე პირდაპირ ეთერში ვარ, ობიექტივის სახლში. კი ბატონო, კი ბატონო. ხო, შეიძლება დავილაპარაკო, მომისმენთ? რა თქმა უნდა, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ხო, გისმენთ, ჩემო ძვირფასო. მე მინდა გითხრათ თქვენ, მართალია ეხლა ამ თოვლს არ ეხება, მაგრამ რადგან პირდაპირ ეთერში ვარ, მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ აი მთელმა კახეთმა მივეცით ხმა ქართულ ოცნებას და როდემდე უნდა ილაპარაკო, ხელახალი არჩევნები ჩავატაროთო. ამ არჩევნებს იმდენი თანხა სჭირდება, ვერ წარმოიდგენ. და მე პირადად არ სახლი მაქვს არც კარი, ჩემი მამიდაშვილის სახლში ვცხოვრობ და აქ რადგან ჩაწერილი არ ვიყავი, წავედი და სპეციალურად დედოფლის ხაროში ხმა მივეცი და იმავე დღეს ჩამოვედი. ჩემი სახლი, ჩემი მეუღლე ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა და მიზერული პენსიით ვეღარ გავწვი, რომ ეს სახლი შემენარჩუნებინა. ვიყავი სოციალურად დაუცველი. იქიდან დიდი იმით ამომწერეს. ვარ უაღრესად გაჭირვებული, მაგრამ ისე ძალიან მიყვარს ჩემი დღევანდელი ხელისუფლება, ჩემი უძვირფასესი ბიძინა ივანიშვილი, ჩემი ირაკლი ხადაგიშვილი, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, ყველა და ყველა. და მე ძალიან წინააღმდეგი ვარ. მადლობა, ქალბატონო, დღეს ჩვენ ქართულ ოცნებას არ ვაფასებთ, როდესაც შევაფასებთ მათ საქმიანობას, შემდეგ შეგიძლიათ დარეკოთ და შეაქოთ თუ რა თქმა უნდა მოგწონთ. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცოტა სხვანაირად საუბრობენ ამ ყველაფერზე. გასაგებია, დღეს ჩვენ საუბრობთ სტიქიის ზონაზე და მოდით ნუ დავაკავებთ ხაზს, იმიტომ რომ ადამიანები გვირეკავენ, ვისაც დახმარება ეს საჭიროება და მივესალმოთ მორიგ მაყურებელს გამარჯობა. გამარჯობა, გენაცვალე. მოგესალმებით. ისა თოვლ საფასე გენაცვალე, ჩოხოტაურის რაიონის სოფელი სამება. სოფელი გამიმეორეთ? სამება. სოფელი სამება. დიახ, რა ხდება? შეკეტილი ვარ რა. გვარი მითხარით თქვენი. ჩემი გვარია წეროზე. ბატონო, არ მესმის. ტელევიზორს მოშორდით თუ შეიძლება და გვარი გამიმეორეთ რა. ნუ გზა არა გვაქვს რა. თქვენი სახელი და გვარი მითხარით თუ შეიძლება. ილია წეროძე. კი ბატონო, რა გესაჭიროებათ ამ წუთას? ამ წუთას არაფერი, სოფლის გზის გაწმენდა გვინდა რა. კი ბატონო, გასაგებია. თვითონ თქვენი მეზობლები რა მდგომარეობაში არიან ირგვლივ? გაითიშა სამწუხაროდ, დიდი მადლობა. ჩოხატაურის რაიონის სოფელი სამება, რა თქმა უნდა, იგივე პრობლემა სოფლის გზის გაწმენდა. მაყურებელია ხაზზე, მივესალმები, საღამო მშვიდობის. მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით.
0322388 მაყურებელს რა თქმა უნდა აქვს საშუალება დაგვირეკოს პირდაპირ ეთერში რამდენად მობილიზებულად მუშაობს სახელმწიფო სტიქიის ზონაში და ასევე როგორ მუშაობს ადგილობრივი ხელისუფლება იმ მიმართულებით სადაც არის სტიქია რამდენად წესრიგდება სოფლებთან მისასვლელი გზები მივესალმები მორიგ მაყურებელს რომელიც ხაზზეა გამარჯობა დინასოლე გამარჯობა რაცა ყველას თავისი აზრი და თავისი სიტყვა თავისი ისაა მაგრამ რო ვთქვათ ეხლა ეს პრეზიდენტია თუ ეს პარლამენტის ყველა წევრი ყველა ისა აი მოტანებული არიან რომ დაეხმარონ ხალხს ისე კიდე არ უნდა ვთქვათ რომ ეს კობახიძეა ეს ის არის კი ბევრი რაღაცა გვაკლია ბევრ რაღაცას არ აკეთებენ ისეთ მაგრამ ხალხის დახმარება და რაღაცაში ეხლა ივანიშვილია და რო ლანძღავენ კიდო ვისკაცია ლანძღავენ ხომ ერთ ამბავში არიან სადმე აქვს ივანიშვილს რამე აქ საქართველოში თორენ მადლობა ზარისთვის დიდი მადლობა ვერ გავიგე სამწუხაროდ გაითიშა მომდევნო მაყურებელია ხაზზე მივესალმები საღამო მშვიდობის მოგესალმებით გამარჯობა პირდაპირ ეთერში ბრძანდებით გამარჯობათ ეხლა პირდაპირ ეთერში ვარ დიახ პირდაპირ ეთერში ხართ არა ვარ ხართ უყურებ ტელევიზორზე არა ვარ ხართ პირდაპირ ეთერში ხართ ისაუბრეთ გაითიშა სამწუხაროდ ხელახლა ცადოს ქალბატონმა თუ სურს პირდაპირ ეთერში შემოსვლა 0322388 და მომდევნო მაყურებელია ხაზზე მოგესალმებით რამდენად მობილიზებულად მუშაობს სახელმწიფო სტიქიის ზონაში გამარჯობა მე დაოცებული უსმენ ამ ხალხის პრეტენზიებს ჩვენ ასე გვიჭირს ისევად აი რატო ეს არ გაგვიკეთა მთავრობამ რატო ის არ გააკეთა მთავრობამ ერთი არავინ არ აღნიშნავს რომ ის პერიოდი კომუნისტების პერიოდში ყველა სოფელს ჰქონდა ტრაქტორი და ბულდოზერი და ამ დროს იყვნენ მისი მწავლებით რა თქმა უნდა დღეს სოფელში აღარავინ დარჩა მე ახლა აღარავინ იცის ტრაქტორის მართვა აღარავინ იცის ბულდოზერის მართვა იმიტომ რომ ის პროფტექნიკურები მოსპეს დაანადგურეს და ახალგაზრდები აღარ არიან სამაგისტრო ესწავლათ და იცოდნენ და აქედან გამომდინარე დარჩა სოფლები უმწეოდ იმიტომ რომ იმ წინა პერიოდში თუ გონდათ თუ იყო კოლმეურნეობები და ის კოლმეურნეობა თვითონ წმენდა ამ გზას და ხალხი რა თქმა უნდა ხალხი ეხმარებოდა იმას რომ თავის ბინეს გადმოთოვლა ეს გზა გაეყვალა და ცენტრალურ გზას წმენდა კოლმეურნეობა სადღა არის ეს რომელი ფერმერი გამოვა დღეს და გაუწმენდა სოფელში გზებს რატო არ ამბობენ იმ პერიოდში რომ ასე კარგად იყო ყველაფერი დღეს რა უშლის ხელს ამას რა იმიტომ რომ აღარ არის სოციალური წყობა და არიან კაპიტალისტები თავისი ჯიბის პატრონები მეტი არაფერი არ არის ხალხი არავის არ აინტერესებს და ხალხის გაჭირვება არავის არ აინტერესებს ეგ არის მეტი არაფერი რომ აი ასე გამდიდრებულ ხალხს ხალხი უყურებს შორიდან ამ ხალხის ამ მდგომარეობას და ღირსია ეს ხალხი ღირსი ერთად ამოცნება რომ ის დროში როგორ ცხოვრობდით როგორ ვიყავით შინა სოფელში და შინა ქალაქში არაფერი არ უჭირდა სოფელს და იმისო ჯერ მარტო იმდენი პერუტყვი ყავდა ფრინველი ყავდა რომ ამით სარგებლობდა გლეხი დაუშვა თვითონ თუ არ ყავდა იმ კოლმეურნეობიდან შრომადღაზე გამოყონდა ხორცით, კვერცხი, თუ რაც იყო და ეს ხალხის გამხელე შეღავათი იყო. დღეს აღარაფერი აღარ არსებობს, მოსპეს ყველაფერი, აღარ ტრაქტორი, აღარ კომბაინი, აღარ ბულდოზერი ხო ზეთმეტი ამაგათ აპარატი და აღარც მათი მართელი აღარავინ აღარ არის, ახალგაზრდებს ეგ აღარ აინტერესებს. მადლობა. დიდი მადლობა ზარისთვის. გმადლობთ რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა 03223985. მივესალმები მორიგ მაყურებელს, რომელიც ხაზზეა. გამარჯობა გისმენთ.
მოგესალმებით, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ძალიან ბევრი ზარია, როგორც მატყობინებენ, მივესალმოთ მორიგ მაყურებელს, გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, გაითიშა. 03223885 მაყურებელს აქვს საშუალება დაგვირეკოს პირდაპირ ეთერში და დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება, ასევე ჩვენს მიერ დასმულ კითხვას რომ გასცეს პასუხი, რამდენად მობილიზებულად მუშაობს სახელმწიფო სტიქიის ზონაში და ასევე როგორ მუშაობს ადგილობრივი ხელისუფლება. ჩვენ დაგვირეკეს ადამიანებმა, რომლებიც ითხოვენ დახმარებას გურიიდან, კერძოდ ჩოხატაურის რაიონიდან. მოგესალმებით, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობათ. გამარჯობათ. მე გურიიდან გაწუხებთ. ხო გაქვთ თქვენ არხს პრეტენზია სამართლიანობაზე. რატო აწყვეტინებთ ადამიანებს საუბარს, რომელიც მთავრობაზე კარგს ამბობს? არ ვაწყვეტინებთ, ხალბატონო. იმასაც გისმენთ. თქვენ მომღიმარი სახით უყურებთ იმ ადამიანებს, ვინც ამ მთავრობას აგინებს და ყველაფერს ისე გისმენთ, ხალბატონო, თემასთან დაკავშირებით ისაუბრეთ. მოგწონთ ხელისუფლების მუშაობა სტიქიის ზონაში. პრეტენზია რო გაქვთ თქვენ სამართლიანობაზე, ის არ მომწონს ყველას მოусმინეთ ბოლომდე. გისმენთ. ისაუბრეთ. დავამთავრეთ ჩემი საქმე. მადლობა, ნახვამდის. მორიგი მაყურებელია ხაზზე. მივესალმები, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. გამარჯობა, შილო ნათია. გამარჯობა. ძალიან მიყვარხართ თქვენი არხი, განსაკუთრებულია ქართველი ერისთვის, რომ ჩვენს გააჭირებას იზიარებთ. მადლობა. მაგრამ ჩემი წინამორბედი საუბარი არ მომეწონა. აბა რასაკეთებს ახლა ლაჩხუთის მერია, რომელიც მამაცში არ გაუვლია ჯერ არაფერს და ხალხია მიტოვებული. მე წეგან სხვათა შორის წავიკითხე, მამაცში საერთოდ არ გაუვლია არაფერს, ძალიან რთული მდგო. თქვენ საიდან გვირეკავთ? რაჭიდან გირეკავ შვილო, მაგრამ მამაცი ახლობელი მყავსა, ძალიან ვნევრეულობ, დაურეკე, მაგრამ მე ვეღარ გევედი კონტაქტზე. სახელი გვარი მითხარით, ხალბატონო? ჩემი თუ ახლობელი? არა, თქვენი ახლობლის. ჩვენი ახლობლის დალი იმერლიშვილი. როდის ელაპარაკეთ ბოლოს, მარტოა სახლში? 3 დღის წინ მარტოა, შვილები ყავს თბილისში, მაგრამ ვერ მიდიან გზის გარეშე. ახლა რა მინდა გითხრათ კიდე. აი რაჭიდან გირეკამთ მე შვილო და რაჭაში გვიწმინდავენ გზებს. არ გაფჭივრებია უგზეოთ რაჭაში და ამიტომ ჩემს გამგებელს, ჩემი სოფლის გამგებელს თქვენს მეშვეობით უწყადე მადლობას. აქ თუ შეუძლიათ რაჭაში რომ გააკეთონ გზები, გაწმინდონ, მიიყვანონ ოჯახებამდე და მიხედონ ოჯახებს, ნუ თუ ლანჩხუთს არ შეუძლია გამოჩენილი რაიონს და სხვა რაიონებსაც. ძალიან გული მტკივა, ზოგიერთი ვერ ლაპარაკობს, როგორც საჭირო და რიგი. აბა ერთი დაასაბუთოს იმ ქალბატონმა, რომელი ბრიგადა შევიდა სახელმწიფოს გაგზავნილი, რომ ჩვენი ახალგაზრდობა არ იყო ესეთი თამამები, ესეთი ჰუმანურები, ესეთი დამხმარები, მაშინ შევიდა საშველად დამისაბუთო სახელმწიფოს გაგზავნილი. მადლობა. 28 თებერვალს და 1 ორ მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12, ქვეყნის მთიან რაიონებში -13, -18, მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსამდე. დასავლეთ საქართველოს გზებზე ნარჩუნდება რთული
მეტეოროლოგიური პირობები, ლიპყინული, ელექტროგამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან ზონაში ზვავ საშიშროება. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული დიდი თოვლობის, ხილვადობის, გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავ საშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5 -10 გრადუსამდე დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს. საფრთხის დონე არის მაღალი, გაფრთხილება ამინდის შესახებ, რომელიც დაახლოებით 40 წუთის წინ გავრცელდა. მაყურებელს ვუთმობთ კვლავ პირდაპირ ეთერს, ცოტა დრო გვაქვს, მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. ეხლა რესტორანში ვარ დღეს ჩემი დაავადების დღე. ნინო ჩხეიძის ამამღერე რო გავუშვათ რა. მორიგი მაყურებელია ხაზზე, ალბათ ვერ მიხვდით სად დარეკეთ და როგორ დარეკეთ, შეგეშალათ მე მგონი. მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობათ. სოფელ მუხურიდან, ტრიბული ზონა, სოფელ მუხურიდან გირეგავთ. პარალიზებულია სოფელი, გზა არ არის. 750 კომლიანი სოფელია ამ წუთას. დიახ. და ახლა ხელისუფლებას ემდურიან. ხელისუფლება კი არ არის სამძურავი ამ მომენტში. სამძურავი არის ადგილობრივი ხალხი თვითონ. სოფელში რო დარჩა, ამდენ უნდა ეფიქრათ იმისთვის, უნდა ყავდეთ ტექნიკა, არ არის, არაფერი არ არის, აბსოლუტურად არც ერთი ტექნიკა, როდის ხარ რიგში მოგვიწევს მერე და ალბათ ერთი კვირის მერე გაწმენდავენ გზას ტრიბულიდან არის სულ 8 კილომეტრი გასაწმენდი. კი ბატონო. კი ბატონო, დიდი მადლობა ზარისთვის, გმადლობთ. მორიგი მაყურებელია ხაზზე, მოგესალმებით, გამარჯობა. მოგესალმებით, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით. მე ასე შეგეთხა მაქვს, თქვენ ახალგაზრდა ხართ, თქვენ ჟურნალისტი ხართ თუ კორესპონდენტი ჟურნალისტი ხო მგონი? ისმენთ, დიახ. ჟურნალისტი ხარ. დიახ. თქვენი მოვლება იცით თქვენ ხომ რა გევალებათ? თქვენ რა გნებავთ, მითხარით? არ გამინდა იცი, ამით წინათ რომ რა უნდა ქალს გავუთიშეთ. იმას ლაპარაკი უნდა არ გაათიშოთ თქვენ გააკეთეთ. ეხლა უნდა მოსვენ ხალხს გეტყვის ხალხი ის უნდა აცნობა ყველას. არაფერი არ უნდა მოუმატოთ. უმატებენ ტყუილებს და ამას ხალხს აცნობენ. არ შეიძლება რა ვიცი შემთხვევაში. გასაგებია, უბრალოდ ეს გადაცემა ეთმობა სტიქიის ზონას. ჩვენ ალბათ თქვენ ნახეთ მთელი დღის განმავლობაში, რომ გვირეკავენ ადამიანები, ჩვენ ვიწერთ მისამართებს და შემდეგ ვაცნობებთ შესაბამის სტრუქტურებს. დიდი მადლობა, რომ გვისმენთ, გვიყურებდით. ეს გახდა სოციალური თემატიკა, ჩემი კოლეგები გააგრძელებენ პირდაპირ ეთერს. გმადლობთ. ნახვამდის და ვეცდები, რომ აი ეს მისამართები გადავცე შესაბამის სამსახურებს. დიდი მადლობა.